აფეთქებები კვლავ ირანში მოხდა და ამავე დროს ირანული რაკეტები და დრონები სპარსეთის ყურისცაზე გაჩნდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით. Ამ სამშაბათს 2026 წლის 5 მაისს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ცეცხლი ირანის ტერიტორიაზე გაჩნდა. სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა ხანძრის შედეგად არგავანის სავაჭრო კომპლექსში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 30 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს. ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი ნაშუადღევის ბოლოს გაჩნდა, მობილიზებული იქნა საგანგებო სამსახური და ხანძალი ძირითადად კონტროლქვეშ მოაქციეს, თუმცა მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ადგილობრივი სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობიდან ამოსული ძლიერი კვამლის სვეტი. და სააგენტო როიტერსმა განაცხადა, რომ ვიდეოს მდებარეობა დაადასტურა საარქივო და სატელიტურ კადრებთან შედარებით. მაშინ როცა რევოლუციური გვარდია აგრძელებდა შეტევებს გარეთ, სტრატეგიულ მარშრუტებზე, სტრატეგიულ ქალაქებსა და დაკავშირებულ ტერიტორიებზე, არ არსებობს ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, თუ ვინ გამოიწვია შიდა აფეთქებები, მაგრამ გავრცელებული ეჭვები საკმაოდ ძლიერია. ეს შეიძლება ყოფილიყო CIA-ის ოპერაცია, შეიძლება მოსადის მოქმედება ყოფილიყო. ფაქტია, რომ ირანი ახლა ორმხრივ ზეწოლას განიცდის. შიგნით იდუმალი ხანძრები და აფეთქებები მნიშვნელოვან ობიექტებს აზიანებს. გარედან კი რაკეტები, დრონები და მუქარები ემუქრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ჰორმუზის სრუტეს და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს. ამ ყველაფერს მალე გიამბობთ, მაგრამ ეხლა გირჩევთ გამოიწეროთ არხი, რომ იყოთ ინფორმირებული რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ირანის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის პერიოდს განიცდის. და ყოველი ხანძარი, რომლის მიზეზიც გაურკვეველია, ტოვებს ეჭვს ავარიაზე, საბოტაჟზე, ფარულ ოპერაციაზე, ან თუნდაც ინტენსიურ მანევრზე. საფრთხის დონე კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც ბოლო დროს ახალ ამბებში კომერციულ ზონაში მოხსენიებულა. სინხუას ინფორმაციით, წინა დღეს ხანძარი ასევე მოხდა კომერციულ კომპლექსში, მაშჰადში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადგილზე 4 სახანძრო დეპოს ჯგუფები გაიგზავნა, რათა გამოევლინათ კვამლის წყარო და ხანძრის მთავარი კერა. საწყის გამოქვეყნებამდე ამ მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობდა. ორივე შემთხვევა, ერთი თეირანთან ახლოს და მეორე მაშჰადში, აძლიერებს შეგრძნებას, რომ ირანი შიდა ზეწოლასაც განიცდის, სწორედ მაშინ, როცა რაკეტები და დრონები განაგრძობენ სპარსეთის ყურის დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნას. ჯერ კიდევ არ არსებობს საჯარო მტკიცებულება, რომ ამ ხანძრების უკან CIA, მოსადი ან ირანის ცრუ დროშის ოპერაცია დგას, მაგრამ არსებული კონტექსტი შეუძლებელს ხდის ამ მოვლენების რიგს უმნიშვნელო ამბად მივიჩნიოთ. აშშ-ს მწვავე კრიზისის ფონზე არაბთა გაერთიანებული საამიროები და შეერთებული შტატები თითოეული კვამლი ქვეყნის შიგნით. როიტერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ მათ ირანული რაკეტები ჩაჭრეს. მეორე წყაროს მიხედვით, ერთი ზღვაში ჩავარდა, ხოლო დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულმა თავდასხმებმა 3 ადამიანი დააზიანა და რეგიონში ფრენებზე გავლენა მოახდინა. ირანი უარყოფს, რომ ემირატების ტერიტორია მიზანში ამოიღო, თუმცა აბუ-დაბი აცხადებს, რომ პასუხისგაცემის უფლება რჩება. ირანის ეს უარყოფა ეჭვს არ ხსნის. პირიქით, ეს კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას. ირანმა უარყო, რომ სამიზნე დაირჩია არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორია, თუმცა საამიროების ძალები მობილიზებულ იქნენ, აფეთქებების ხმა გაისმა, საჰაერო სივრცე შეიზღუდა და ფუჯაირა, ნავთობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, კრიზისის რუკაზე მოხვდა. ალ-ჯაზირამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ირანი დაადანაშაულა თავდასხმებში, მას შემდეგ რაც ფუჯაირაში ნავთობის ზონაში დიდი ხანძარი მოხდა და 3 ადამიანი დაშავდა. რევოლუციური გვარდია ისე მოქმედებს, თითქოს მოლაპარაკებაში რეალური ინტერესი არ აქვს. სანამ დიპლომატები ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ, რეჟიმის შეიარაღებული ნაწილი კვლავ ზღვარს ცდის. ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება მოსაზრება, რომ ირანის პოლიტიკური ძალა შეიძლება მოლაპარაკებასაც კი შეეცადოს, მაგრამ ვისაც რაკეტები, დრონები, სწრაფმავალი ნავები, ბაზები და თავდასხმის სისტემები უჭირავს, ეს რევოლუციური გვარდიაა. და თუ ეს ჯგუფი გადაწყვეტს სროლის გაგრძელებას, რეჟიმის შიგნით არავინ ჩანს, ვისაც მისი შეჩერების ძალა აქვს. ამიტომ კრიზისი საშიშ ელფერს იძენს. ირანი ერთი ხელით შეთანხმებაზე საუბრობს, მაგრამ მეორე ხელით რაკეტებს ჰაერში უშვებს. ხანძარი ფულგაირაში აჩვენებს, რატომ აღმოჩნდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები კრიზისის ცენტრში. ფულგაირა სტრატეგიულია, რადგან ომანის ყურეში მდებარეობს ჰორმუზის სრუტის პირდაპირი გასასვლელის მიღმა. ეს ნიშნავს, რომ იქ ნებისმიერი თავდასხმა უფრო დიდ გზავნილს შეიცავს.
ალტერნატიული მარშრუტებიც კი შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ირანი ამას კარგად იცის. ფულგაირაზე ზეწოლით თეირანი ცდილობს აჩვენოს, რომ კრიზისი შეიძლება გავრცელდეს პორტებზე, ნავთობის ზონებზე, გემებსა და აეროპორტებზე. ამიტომ ფრენები დაზარალდა და საჰაერო უსაფრთხოება კონფლიქტის ნაწილად იქცა. მაგრამ ეს სტრატეგია შეიძლება თავად ირანსვე შემოუბრუნდეს. როდესაც თეირანი საერთაშორისო მარშრუტებს ემუქრება, ის გზას უხსნის უფრო მკაცრ კოალიციას. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ირანს სანქციებით ან სხვა ზომებით ემუქრება. თუ რეჟიმი არ შეწყვეტს თავდასხმებს ხომალდებზე ჰორმუზში, არ დაასრულებს. ტექსტში ასევე ხაზგასმულია ნაოსნობის თავისუფლება, როგორც ცენტრალური საკითხი. ეს აყენებს რევოლუციურ გვარდიას მახეში. თუ სროლა გაგრძელდება, ამან შეიძლება მეტი ქვეყანა გააერთიანოს ირანის წინააღმდეგ. ამიტომაც მიმდინარე ესკალაცია ასე საშიშად გამოიყურება. თეირანის თითოეულ არჩევანს მაღალი ფასი აქვს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ირანს უკვე უცდია სპარსეთის ყურის იარაღად გამოყენება. მანამდე 2019 წელს, როდესაც საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები აბკაიქსა და ქურაისში დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა, ჰუსიტებმა აიღეს პასუხისგებლობა ამ ქმედებაზე, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, საუდის არაბეთმა და ევროპულმა ქვეყნებმა ირანი დაადანაშაულეს. შედეგი მყისიერი იყო. ცეცხლი, ნავთობის ფასის ზრდა და გლობალური წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილის დროებითი შეჩერება. ეს სქემა ძალიან გავს დრევანდელ სიტუაციას. ირანი უარყოფს, ზიანი აშკარაა, რეგიონი განგაშია და მსოფლიო ხვდება, რომ იაფფასიანმა დრონებმა შეიძლება ძვირადღირებული კრიზისი გამოიწვიოს. სხვა ქვეყნების მაგალითებიც ამ რისკს ადასტურებს. რუსეთმა ენერგეტიკული ზეწოლა გამოიყენა ევროპაზე, რათა დამოკიდებულება პოლიტიკური იარაღად ექცია. ჩინეთი ზეწოლას ახდენს ინდოწყნარი ოკეანის საზღვაო მარშრუტებზე, რათა გამოცადოს ამერიკის ყოფნა და შეაშინოს მეზობლები. ჩრდილოეთ კორეა უშვებს რაკეტებს, რათა მიიპყროს ყურადღება, აიძულოს დათმობები და აჩვენოს რეჟიმის გადარჩენა. ირანი მსგავს აკეთებს სპარსეთის ყურეში. ის იყენებს რაკეტებს, დრონებს, მოკავშირეებს და საზღვაო მუქარებს, რათა არასტაბილურობა მოლაპარაკების იარაღად აქციოს. მაგრამ ახლა ის წინაშე უდგას ამერიკულ საზღვაო ძალებს, რომლებიც უკვე პოზიციაზე არიან, გაღიზიანებულ მეზობლებს, შიდა აფეთქებებს, რომლებიც აჩვენებს მის სისუსტეს. რა მოხდება შემდეგ, სამ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, გააგრძელებს თუ არა რევოლუციური გვარდიას როლას არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სავაჭრო გემებზე და ძალებზე, რომლებიც ახლოს არიან სპარსეთის ყურესთან. მეორე, შეინარჩუნებენ თუ არა შეერთებული შტატები თავისუფლების პროექტს, მხოლოდ სანავიგაციო დაცვის სახით, თუ გააფართოვებენ პასუხს იმ შემთხვევაში, თუ ახალი თავდასხმები შეეხება დაცულ გემებს. მესამე, გაგრძელდება თუ არა აფეთქებები ირანში, როგორც იდუმალი ინციდენტები, რადგან ახალი სერია შეიძლება მიუთითებდეს უფრო დიდ რამეზე, კოორდინირებულ საბოტაჟზე, დაზვერვის ინფილტრაციაზე ან შიდა დაპირისპირებაზე თავად რეჟიმში. ჯერჯერობით დადასტურებული ბოლო შემთხვევები მიუთითებს დაჭრილებზე, ხანძრებსა და ზიანზე. მაგრამ არ არსებობს სანდო დადასტურება დაუპულთა შესახებ არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე თავდასხმებსა და აღნიშნულ ხანძრებში. მიუხედავად ამისა, საფრთხე სწორედ გაგრძელებაშია. დღეს დრონი შეიძლება ხვალ რაკეტების ზალპად გადაიქცეს. საბოლოოდ, ირანში აფეთქებები და ყურისკენ გაშვებული რაკეტები აჩვენებს რეჟიმს, რომელიც ცდილობს გადარჩენას დაშინებით. რევოლუციური გვარდია ისურის, რათა შიში შეინარჩუნოს. დონალდ ტრამპი პასუხობს საზღვაო ძალებით და ზეწოლის რიტორიკით. არაბთა გაერთიანებული საამიროები აძლიერებენ დაცვას და რეაგირებისთვის ემზადებიან. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია, რომ კარგად იყო ინფორმირებული. ყოველდღიურად სიმართლით ინფორმირებული იყო. სიახლეების ბულები ვიდეოს არწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.